მოგესალმებით, მეგობრებო. მნიშვნელოვანი ტრანზიტი გვაქვს შავმთარე გადადის 20 დეკემბერს მშვილდოსანში მორიელიდან იცვლის უკვე ნიშანს და მშვილდოსანში გადადის. მინდა დღეს კიდევ უფრო ცოტა ვრცლად ვისაუბრო ამ ტრანზიტზე. წინა ვიდეოში ზოგადი მიმოხილვა შემოგთავაზეთ. დღეს მინდა უკვე ვისაუბრო სიღრმისეულად, რას მოიტანს ეს ტრანზიტი, რა მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შავმთვარეს ჩვენს ცხოვრებაზე, მაგალითად ტრანზიტებში სერიოზულად მუშაობს შავმთვარის მდებარეობა, სხვათა შორის შავმთვარე თვითონ ტრანზიტული, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთან აქტიურია ეს შავმთვარე ან ეს ნიშნები თუ არა აქტიური, ყველაზე ახდენს ზემოქმედებას, ზეგავლენას. საერთოდ შავმთვარე ეს არის ჩვენი ჩრდილოვანი მხარე, ზოგადად აი არქეტიპებზე რო ვისაუბრო, ნიშნები გამოხატავს ცოტა ისე ფართოდ რო ვთქვათ არქეტიპებს, ხო, ენერგიას, ეზოთერული ენა ეგრეგორულ ენერგიას ეძახის ამას და როდესაც შავმთვარე რომელიმე ნიშანში გადადის, უკვე იმ ეგრეგორთან, იმ ენერგიასთან ახდენს ფაქტიურად ჩრდილოვანი მხარის ამოტივტივებას. ეს ფაქტიურად ყველას ეხება, ხოლმე ყველას გვაქვს რაღაც საცთურები, ცხოვრებისეული, ან ფსიქოლოგიურ დონეზე, ან რეალურ ცხოვრებაში, მოვლენებში არა აქვს მნიშვნელობა, ხა ეს მართლა მოვლენებს გამოიწვევს თუ უბრალოდ შინაგან გაცნობიერებებს გამოიწვევს. მნიშვნელოვანი არის, რომ მაინც ძალიან დასაკვირვებელი არის ყოველთვის შავმთვარის მდებარეობა, იმიტომ რომ ის ამოყრის, მოდი ესე ვთქვათ, ჩვენში იმას, რაც უბრალოდ უკონტროლოდ იყო არ ჩანდა. ფაქტიურად კარმულ ასტროლოგიაში შავმთვარე აჩვენებს ქვეცნობიერის დაფარულ შრეებს და სამყაროსთან ჩვენი ქვეცნობიერის ურთიერთობას. აი ეგრეგორებზე რო გითხარით შავმთვარის მდებარეობაზე რომელიმე ნიშანში, იმ ენერგეტიკულ ველთან, ეზოთერულ ენაზე რო გითხრათ, სამყაროში ის ენერგეტიკული ველი როგორ არის ჩვენს ქვეცნობიერთან კავშირში. რა საცთურები წავიდა ისე რომ ჩვენ ვერ შევამჩნიეთ. შავმთვარე ზუსტად ამას აჩვენებს ჩრდილოვან მხარეს. აი მაგალითისთვის რო გითხრათ, ძალიან ისე ზედაპირულად, ხო? თქვა ჩვენ თუ ვიღაც ძალიან გვიყვარს და ვართ ახრთოვანებული. ავტომატურად არაცნობიერში იწყება შიში დაკარგვის. ოღონდ იმ მომენტში ჩვენ საერთოდ ვერ გვგრძნობთ ამას, ვართ ძალიან ლაღად, იქნება ეს მეგობარზე, ცხოველზე, მაგალითად, საყვარელ ადამიანზე, შვილზე, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ანუ რაც უფრო ძლიერად გვაქვს მიჯაჭვულობა რაღაც ობიექტთან, მით უფრო არაცნობიერში მიდის შიშები დაკარგვის. აი ამაზე არის ზუსტად საუბარი, აი ამ ჩრდილოვან ქვეცნობიერ პრობლემებზე, ქვეცნობიერ მიჯაჭვულობებზე არის ხოლმე აქ კავშირი ზოგადად, რომელიც შავმთვარე ამას ძალიან კარგად აჩვენებს. ახლა მე ძალიან მარტივი მაგალითი მოგიყევით, ახლა აქ ზოგადად უნდა შევხედოთ ამას მაგალითს და არაპირდაპირ მნიშვნელობით. და მშვილდოსანი ჩვენთან რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის კავშირში იდეოლოგიასთან, ღირებულებებთან, ფართოხედვებთან, ხა წინა ვიდეოშიც კი ახსენე, მაგრამ მაინც ახლა ცოტა მსუბუქად გავივლი აქაც, ხო, წინა სიტყვაობასავით. და ფართოხედვა სამყაროს, აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, იუპიტერი მართავს მშვილდოსანს და იუპიტერის ფუნქცია არის, მე ვხედავ შორ მიზანს ჩემ ცხოვრებაში, თუ ვერ ვხედავ, ეს არ არის ყუპი, რომ აი ესე უცებ ინფორმაცია, ანუ უცებ ანალიტიკა დავინახო. მშვილდოსანი არის ძალიან შორი ხედვები. ზედა სურათიდან დანახვა ყველაფრის და რეალურ ცხოვრებაში თქვენ რომ იდენტიფიკაცია გააკეთოთ თქვენთან რას გამოიწვევს ეს შეიძლება ყველას რა აქვს მნიშვნელობა ფარველი ყავს მაგ ზონაში თუ არა შეიძლება გქონდეს ეჭვები ეხლა მე სწორი ღერძით მივდივარ ჩემ ცხოვრებაში სწორი გზა მაქვს არჩეული აი ძალიან ფილოსოფიური კითხვა ზოგი საერთოდ ვერ იგრძნობს შეიძლება ამას ესე კითხვას კი არ დასვამს პირდაპირ მაგრამ ექნება განცდა რომ თავის პროფესიაში არ არის იქ სადაც უნდა იყოს შეიძლება მოუნდეს ახალი რაღაცის სწავლა მაგალითად და მიატოვოს ძველი შეიძლება გქონდეს განცდა რომ ვიღაც არ არის სწორგზაზე და უნდა ჭკუა ასწავლოს მაგალითად, ხო? და ძალიან ისე მკვეთრად იდეოლოგიური ბრძოლაც კი დაიწყოს ადამიანებს შორის, ღირებულებებში ბრძოლა დაიწყოს ადამიანებს შორის, რაც არის გასაკონტროლებელი, დასაკურვებელი, იმიტომ რომ აი ახლა გამოცდა იქნება ჩვენ რამდენად გჯერა ჩვენი გზის და რამდენად სწორად მივდივართ, მე ვისაც აი მფარველი ყავს მაგალითად მშვილდოსანში, ხო? აი მყარი ღერძი აქვს შინაგანი, აი ფილოსოფია
ფილოსოფიური ღერძი, რომ აი მე ვიცი რა გზაზე ვდგავარ და ვიცი რომ ეს გზა სწორი არის, ჩემი გზა არის, იმას კი არის ჩას რომ სოფლიო დონეზე სწორი არის. მე მჯერა ამ გზის და მივყვები მყარად. აი შავი მთვარის შემთხვევაში აი ცოტა რყევები არის ხოლმე. შეიძლება არაცნობილ დონეზე ან იყოს ის განცდა რომ მე რა გზაზეც ვდგავარ, შენც იმ გზაზე უნდა იდგე და იყოს თავს მოხვევის მცდელობა. აი ამას ნახავთ ძალიან ხშირად უკვე უახლოესი 9 თვის განმავლობაში, შავი მთვარე რო იქნება მშვილდოსნის ზოდიაქოში, ნახავთ ადამიანების იდეოლოგიური დონეზე კონფრონტაციას, მოდი ესე ვთქვათ, შეიძლება იყოს პოლიტიკურ თემებში უფრო გააქტიურება, მაგალითად პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირებები, პოლიტიკურ რაღაც იდეოლოგიაზე ან ეროვნულ ღირებულებებზე დაპირისპირება, მაგალითად დაპირისპირება უცხოელებთან, ხშირად ესეც არის ხოლმე. აი შეიძლება იყოს განცდა, რომ უცხო კულტურა ან პირიქით მიუღებელი არის, ან პირიქით გვიზიდავს ძალიან, ხო საქართველოს წინა ვიდეოში ვთქვი შავი მთვარე მშვილდოსანში ყავს და აი ეს რომ თან უცხოეთისკენ გვიზიდავს, თან ქვეცნობიერად შეიძლება ზოგს უმეტესად შეიძლება აგრესიაც კონდეს, ხო, გაფართოებისკენ რაღაც ახალი ვისწავლო, ხო? ეს ტენდენციები უფრო გაძლიერდება, განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში უფრო გაძლიერდება, იმიტომ რომ ეს შავი მთვარე ხომ მთელ მსოფლიოს ეხება. ყველასთან იქნება ეს, ხო, მაგრამ ჩვენ რომ პირად რუკაში ყავს შავი მთვარე მშვილდოსანში, ეს ტენდენციები უფრო თვალშისაცემი გახდება, ხო? ეს ეროვნულ დონეზე ვამბობ. მე ველოდები ცოტა სერიოზულ პრობლემებსაც ქვეყანაში, აი იდეოლოგიურ ან უცხოეთთან დაკავშირებულ პრობლემებს შეიძლება სერიოზულად გამძაფრდეს იდეოლოგიური ბრძოლა, ესე რომ ვთქვათ, და უცხოელებთან დაკავშირებით აგრესიული რიტორიკაც ასევე ეხება მშვილდოსანი ძალიან ნეგატიური კუთხით, რო ვთქვათ, ხომ? აი ესეთ ჭრtildeოვანი მხარე, ბნელი მხარე, ხო? ზოგ შეიძლება კონდეს განცდა, რომ არაკომპეტენტური არის, მაგალითად, არ არის საკმარისად მცოდნე და ეჭვი შეეპაროს თავის ცოდნაში, ზოგიერთ მშვილდოსანსაც ესე აქვს ხოლმე, მაგრამ ზოგადად ხსნით. ან პირიქით იყოს განცდა, რომ მე გაცილებით მეტი მესმის და იმ ადგილზე იყოს, რომელიც მას შეიძლება ინტელექტუალურად არ ეკუთვნოდეს. შეიძლება ჩვენ წავაწყდეთ სამსახურებში ასევე არაკვალიფიციურობას ძალიან ამოტივტივდება, არაკვალიფიციურობა ამოტივტივდება, ძალიან ისე შაბლონად რო ვთქვათ, გაუნათლებობა იმ სფეროში, რაშიც ვართ. სიტყვაზე, ან მეტი განათლების სურვილი, ან მეტი ჩართულობა, მაგალითად, გაფართოებაში, რომელიც იქნება უფრო ეჭვებიდან გამომდინარე და არა ობიექტურობიდან გამომდინარე. ხშირად ამ პერიოდში არის ხოლმე, რომ მასწავლებლის კომბინაცია ეს არის მშვილდოსანი, გურუების ეს იწყება ახლა ჩამოგდება. როგორც შეიძლება, ახლა გურუ რას ნიშნავს იცით? მასწავლებელი ზოგადად შეიძლება იყოს მშვილდოსნის მფარველობაში, მასწავლებლების პრობლემაში, მასწავლებლებს შეიძლება შეექმნათ ახლა ცოტა ან პრობლემები, ან დაპირისპირებები პედაგოგებს, მეცნიერების სფეროში შეიძლება იყოს სერიოზული პრობლემები, მოდი ესე ვთქვათ, ზოგადად. და ყველაზე მთავარი ეს არის უცხოელებთან დაკავშირებული პრობლემები, საემიგრაციო თემასთან დაკავშირებული პრობლემები და ზოგ შეიძლება ემიგრაცია მოუწიოს, ან მოუნდეს წასვლა მაგალითად. ზოგ შეიძლება კონდეს იდეოლოგიური კრიზისი, უბრალოდ ცოდნის კრიზისი, რომ მე არ ვიცი საით მივდივარ საერთოდ, რა არის ჩემი გზა, ამაში ეჭვი მეპარება, ან მანამდე ვიცოდი, ეხლა შეიძლება არ ვიცი. ან პირიქით, ვიყოთ ძალიან დარწმუნებული, რომ ეს არ გვინდა, წავიდეთ ახალი გზით, მაგალითად ზოგმა შეიძლება პროფესია არასწორად დაირჩიოს სიტყვაზე და მე გავა ეს 9 თვე და აღმოჩნდება, რომ მე აქ რაღაცნაირად დავიბენი, რა მინდოდა ამ სფეროში, ხო? ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ტრანზიტზე, იმიტომ რომ სერიოზული ღერძის და გზის მიმართულების ცოტა აღრევა წავა. ეხლა მე ძალიან რბილი ფორმით ვიძახი, იმიტომ რომ შეიძლება გამოიწვიოს აქ სერიოზული
აი დაპირისპირებაც კი მაგალითად რაღაც განათლებასთან ზოგ შემთხვევაში ზოგ ადამიანთან შეიძლება იყოს პირიქით იდეოლოგიური ბრძოლა მაგალითად ან პედაგოგებთან ან განათლების სისტემასთან ან განათლებასთან ზოგადად განათლების სისტემა წინა ვიდეოში ვთქვი რომ მთავარი დარტყმის ობიექტი შეიძლება იყოს ან თვითონ ამოტივტივდეს საეკლესიო სფეროში, განათლების სისტემაში, პარლამენტში სხვა საკანონმდებლო ორგანო მშვილდოსანი არის ჩვენთან. იურიდიულ სფეროში ასევე იურიდიული სფეროც მშვილდოსნის ენერგია არის, უცხოელებთან და ის ზოგადად არის დაკავშირებული მშვილდოსნის ენერგიასთან. ამ თემებში იქნება ყველაზე მკვეთრი და ეზოთერული სფერო გურუები ამათი რა აი იცით როგორ რაღაცა მოხდება ან ფანატიზმი რომ ვიღაც ყალბ გურუს შეიძლება აირჩევდნენ ეს ძალიან შაბლონურად გეუბნებით ახლა სიამოვნებაში შეიძლება არ იყოს ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ მასწავლებლების არჩევაში ან პედაგოგებში ან შეიძლება დაპირისპირებებიც მოხდეს პედაგოგებთან და ან მერე ვინანოთ ან იცით როგორ რაღაც მოხდეს რომ მე ძალიან მკვეთრად დავინახე აქ პრობლემა და ჩემი რეაქციაც მკვეთრი იყო და ჯობდა რომ არ მქონოდა მკვეთრი რეაქცია აი ესეთი რაღაცები შეიძლება შეგხვდეს საერთოდ ჩამთარეს აქვს ორი მხარე მეგობრებო ან ილუზიაში შევდივართ შეიძლება ვიღაც ძალიან ყალბი მასწავლებელი გვეგონოს რაღაც ძალიან მაგარი ან პირიქით ძალიან მკვეთრად დავინახოთ მისი სიყალბე და რეაქციას მკვეთრი გქონდეს ხო აი ესეთი რაღაც ორი მხარე აქვს შეიძლება ზოგადად ლილიც გააჩნია ვინ როგორ დონეზე არის რომელ ენერგიასთან არის და იმიტომ რომ ლილიტი სადაც ყავს ან ჩვენ ვართ მოდი ესე ვთქვათ ჭყალებში დემონები ან ძალიან ადვილად ვშიფრავთ დემონებს მაგალითად ხო აი შავი მთვარე ვისაც ცხის რქაში ყავს ან თვითონ არის ნეგატიური ავტორიტარი ფსიქოტიპი თან ძალიან კარგად ხედავს პოლიტიკაშიც ვინ არის ავტორიტარი ან პირიქით ტრფებიან აი ილუზიაში შეიძლება ჩავარდეს ადვილად მართველზე და ვერ დაინახოს იქ რა ხდება სინამდვილეში ან პირიქით ძალიან მკვეთრად სხვებზე ადრე გაშიფროს რომ ეს არის ავტორიტარი ეს არის ნეგატიური ფიგურა აი ეს ორი მხარე აქვს შავმთვარეს არ ვიცით ჩვენ რომელ მხარეს ვართ ხოლმე მაგალითად შავმთვარე მშვილდოსანში ვისაც ყავს პირად რუკაში ძალიან ნეგატიურ კონტექსტში შევხედოთ ეს არის ბრძოლა მასწავლებლებთან ან სულიერ ლიდერებთან ან რჩეველებთან მოდი ესე ვთქვათ ახლა სულიერი ლიდერი ვინ უნდა იყოს ისეთი ხო ვთქვათ ან ვინც ახლა მე რო თერაპიაზეც წავალ სიტყვაზე ის რაღაც მომენტში ჩემთვის ჭყალებში გურუ შეიძლება გახდეს ხო ის რაღაც გზას მაჩვენებს შეიძლება თვითონ ვერც მიხვდეს ისე მაგრამ ეს ხო ის პროცესია სადაც გზა უნდა დავინახო ხად როცა ასტროლოგიურ კონსულტაციებზე ვლაპარაკობთ ესეც რა თქმა უნდა გზის ჩვენება არის ხო რაღაცა კუთხით ესე ჩვენ ზოგადად ყველა ვიღაცისთვის გურუ ვართ ხოლმე ან გაცნობიერებლად ან გაუცნობიერებლად როცა გამოჩნდება ვიღაც ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში და რაღაცას გვასწავლის ცუდი კუთხით თუ კარგი კუთხით ესეც ზოგადად გურუ არის ხა მე ესე უყურებ ხო რომ უმეტესად ყველასგან რაღაცის სწავლა შეგვიძლია. ყველა რაღაცას გვასწავლის. ჩემთვის ყველა არის რაღაცნაირი სულიერი მასწავლებელი ხოლმე, ხო? და არ არის საჭირო იქ რაღაც გასხეოსნებულ იმაზე იდგეს რაღაც სცენაზე და იქიდან გველაპარაკებოდეს, ხო? ყველა ჩვენთვის მასწავლებელი არის ზოგადად. აი ამ მასწავლებლის როლში შეიძლება ბევრი გამოჩნდეს საკმაოდ არც ისე სასიამოვნო ფიგურით. ან ჩვენ დავუწყოთ ბრძოლა ასეთ ადამიანებს, ავტორიტეტებს ჩვენთვის, ხო? ეს ზოგადად მშვილდოსნისთვის დამახასიათებელი. ასევე მშვილდოსანი იუპიტერი, ეს არის გადიდება ყველაფრის, მეგობრებო და ძალიან მკვეთრად შეიძლება გამოვლინდეს უკიდურესი მოდი აი ძალიან ფსიქოლოგიურ ტერმინებზე რო გითხრათ, ამპარტავნება, განდიდების მანია, ეს უკიდურესად გაზრდილი ეგო.
ეს ზოგადად შილდოსანს ახასიათებს ძალიან ნეგატიური გამოვლენით. აი მაგალითად დონალდ ტრამპზე რომ ამბობენ ნარცისული ტიპი არის და თავი რაღაცა მეფეს თვითონაც დებს ხოლმე ხო პასტეს. ნუ ძალიან სასაცილოს რომ მეფე აი რაღაც იმპერატორი არის ტიპიური ლილიტი შილდოსნის ხასიათი არის. ეს არის ძალიან ნეგატიურად თუ აქვს ადამიანს გამოვლენილი, აი უკიდურესი ეგო შეიძლება არც ერთ ცეცხლოვანი ლილიტია ზოგადად და ცეცხლოვან ლილიტებში არის ეს ეგოს დომინირების პრობლემა თუ არის უკონტროლოდ. ან მეორე უკიდურესობა არის ხოლმე რა საერთოდ ეგოსთან ძალიან ღრმა ტრამვული გამოცდილება შეიძლება იყოს ლომისთვისაც, მშვილდოსნისთვისაც და ვერძისთვისაც, ხო ეს ეგოს სწორი დაჭერა ვერ ხდებოდეს. მაგრამ ცალსახად თუ აქეთ მხარეს არის ნეგატიური მხარეს, ჩვენ ყველა დავინახავთ ამას, ვიღაცების ძალიან გადაჭარბებულ ეგოს, რაღაც არა ჯანსაღ ამბიციებს და არა ჯანსაღ ნარცისულ ქცევებს. შეიძლება საერთოდ არ ყავდეს ლილიტი მშვილდოსანში, მაგრამ კონდეს ადამიანებს უკვე გამოხატულად ამისკენ მიდრეკილება, ხო? იმიტომ რომ ადიდებს ყველაფერს მშვილდოსანი, იუპიტერი. ეს ერთ-ერთი ნეგატიური შტრიხი არის, ყველამ უნდა გააკონტროლოს საკუთარ თავში აი ეს ნარცისული ხასიათი, ან შიდა ეგო, ან გადიდება საკუთარი მნიშვნელობის და საკუთარი შესაძლებლობის, აი ამისკენ არავინ არ ვარ წასული, მოდი ესე ვთქვათ და მნიშვნელოვანი არის აქ ძალიან ობიექტურები ვიყოთ. ეხლა პირველი ვის შეეხება ყველაზე მეტად ამ ლილიტის გადასვლა მშვილდოსანში, რა თქმა უნდა მშვილდოსნებს. პირველ რიგში მშვილდოსნები ზოდიაქოთი, მოდით ესე ვთქვათ, შეიძლება ბევრი პლანეტა გვყავდეს, ასევე სხვა პლანეტები მშვილდოსანში, მაგრამ მზე მაინც ცენტრი არის, მზე არის გამოკვეთილი ეგო. მთავარი მანათობელი არის ჩვენ რუკაში და განსაკუთრებით უფრო გრძნობთ ხოლმე, როცა რაღაც ისეთი მკვეთრი ტრანზიტი არის ჩვენი მზის ნიშანში. მშვილდოსნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის უახლოესი 9 თვე იმ კუთხით, რომ ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ ეგოს პრობლემებთან, ან ეგოს გადიდებასთან, ან თვითრწმენასთან, ან მიზნებთან. ზოგადად ახლა იუპიტერი და მშვილდოსანი არის ძალიან მხიარული, დიცულოვანი, გახსნილი სულ ურთიერთობებისთვის, ხო? აი მათში დევს სიცოცხლის რაღაც უფრო სხვანაირი სიყვარული, ხო? რაღაც დიდი, დიცულოვანი რაღაცნაირად, ხო? და აი შავმა მთვარემ შეიძლება ეს ან კიდევ უფრო გაადიდოს და ცოტა არასწორ რისკებში გადაიყვანოს, არასწორ თვით შეფასებაში, იმიტომ რომ მათ პირველ სახლში ხდება ეს და მზის ლილიტის გადასვლა. პირველი სახლი ეს არის ჩვენი პირადი ინიციატივები, ეს არის ჩვენი პირადი შესაძლებლობები და ლილიტმა შეიძლება აქ ილუზია შექმნას. ილუზია შექმნას, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვეძლია, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ზედმეტი სითამამე შეიძლება გამოვლინდეს, ან პირიქით კომპლექსები სერიოზული რო ჯობია. არ გამოვხატო თავი, შეიძლება იყოს თვითკრიტიკა საკმაოდ ძლიერი მაგალითად და ნაბიჯის გადადგმის შიში, რომ ეხლა ჩემს რეპუტაციას რამე არ დაემუქროს აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ პირველი სახლი არის ჩვენი იმიჯი, ჩვენი სხეული, ზოგ შეიძლება გარეგნობის შეცვლა მოუნდეს, ან ზოგ შეიძლება ოღონდ ეს ცოტა დამოვერიდოთ ამ დროს ისეთ რაღაცებს, იმიტომ რომ განსაკუთრებით მშვილდოსანი თუ აპირებს ახლა პლასტიკურ ოპერაციას, ან ვისაც პირად რუკაში ასციდენტი მშვილდოსანში ყავთ მაგალითად, მათაც ეხება ეს და პირველ სახლს გაგიდით შავი მთვარე, განსაკუთრებით ქირურგია მაგალითად, ან იმიჯის მკვეთრი ცვლილება შეიძლება, რომელიცაც მე ვეღარ გამოვასწორებთ. ეხლა მოკიერზე არ მაკლაპარაკი თმების შეღებაზე. აი, მათ ყურადღებით უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენი ლილიტი ზოგადად ჩვენი იმიჯის ჩრდილოვან მხარეს გააქტიურებს. ანუ ჩვენი იმიჯი შეიძლება რაღაც ძალიან ჯერ თავიდან ფეიერბერკი წავიდეს და მე ძალიან აქტიურად ჩამოემხოს, ხო? გამოაშკარავდეს რაღაცეები. ისეთი რაც არ უნდა გამოჩენილიყო მაგალითად. და იმ მშვილდოსნებს განსაკუთრებით აი ახლა ყურადღება მართებთ პირად ინიციატივებში, პირად აქტიურობაში, იმიტომ რომ შავი მთვარე აქ
ისე ცოტა ისე მუშაობს, ხო? გარკვეულწილად საფრთხილო არის, რადგან პირველი სახლი ეს არის ადამიანის იდენტობის ერთ-ერთი მაჩვენებელი მისი ჯანმრთელობისაც, ხო? მისი ამტანობისაც, ფიზიკური ამტანობისაც ცოტა ყურადღებით უნდა იყვნენ და ეს ზოგად ანალიზს ვამბობთ და რა თქმა უნდა პირად რუკაში. პირად რუკაში მთელი რაღაც ამბები ჩანს, სხვათა შორის როცა ტრანზიტებზე ლაპარაკობთ, ახლა მეუბნებია ხოლმე რომ ერთი წლის პროგნოზი რო გავაკეთოთ, არ მუშაობს ესე მეგობრებო, აი როცა მოდიან კონსულტაციაზე, რომ გავდივართ, რა ხდება მის ცხოვრებაში, თერაპიულად ვეხებით პირად რუკაში რა ხდება, აი იქიდან უკვე ნელ-ნელა ვხედავთ რა ტენდენციები შეიძლება მოიტანოს შემდეგმა პერიოდმა. ლოგიკურად, ესე რომ უბრალოდ არ ვიცნობ ადამიანს აზე არავარ რა ხდება მასთან და დავდგეთ და ერთი წლის პროგნოზი შევასწინოთ. გულახდილად რო გითხრათ ასტროლოგიურ ფეიქს ვეძახით, მას ხო არ მუშაობს ესე მარტივად. ძალიან ზოგადი იქნება ტენდენციები, მნიშვნელოვანი არის კონტექსტი, მაინც და ადამიანთან პირდაპირი კონტაქტი, რომ თვითონაც მიხვდეს, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ იმ ხელაცვლილებების ენერგია ჩანს, ეგრევე ჩანს თერაპიულად, რომ ადამიანმა დაასრულა რაღაცა პროცესი და ის უკვე ახალს იწყებს, ხო? აი ეს ეგრევე იგრძნობა ხოლმე ადამიანში და უკვე ხვდებით უფრო კარგად იქ მომავლის ტენდენციები რას მოიტანს უკვე რეალურად და არა ჰიპოთეტურად, ხო ესე რომ ვთქვა. ეხლა კუროებისთვის მეგობრებო, კურო რატო დავიწყე ახლა კურო? და გადავიდე მორიელისთვის მეგობრებო. აი ესე უკან რომ მიყვეთ, მორიელს გადასდის ეს მეორე სახლში. მორიელი ეს პუროს ოპოზიცია არის, მორიელი და უცებ. ესე იგი, მორიელს გაზდიოდა ზოდიაქოთი მორიელებს პირველ სახლში ეს ტრანზიტი, საკმაოდ შეიძლება ყოფილიყო აქ შინაგანი, რაღაც მესთან დაკავშირებული წინა 9 თვე, ან კრიზისი, ან შინაგანი სულიერი მღელვარება, იმიტომ რომ მორიელი მაინც ემოციებთან არის დაკავშირებული, ღრმა ქვეცნობიერთან არის, ტრანსფორმაციასთან არის დაკავშირებული. ზოგი მორიელისთვის შეიძლება და ძალიან მნიშვნელოვანი წელი ყოფილიყო, წინა წელი ყოფილიყო რაღაც სერიოზული, ხაც ჯერ კიდევ არის. ბოლომდე არ არის გასული. სხვათა შორის იერმარკი რო დაითხოვეს უკრაინის მაღალჩინოსანი ზუსტად შეუერთდა მის მზეს შავმთვარე, აი ზუსტ გრადუს იყო შეერთებული. რო დაითხოვეს და თან კორუფციული სკანდალი, ხო მორიელი კორუფციებთან არის დაკავშირებული და ამოუტივტივდა ეს აი ზუსტად აი რო გითხარათ, ხო, აი ზოდიაქოზე როგორ მუშაობს ზოგ შემთხვევაში ყოველ სენსი არის, რა თქმა უნდა. აი ეს მომენტი იყო, აი რო ვუყურებდი ხოლმე, ვთქვათ, კომბინაციებს, ხო? დაახლოებით ვიცოდი რა მომენტში შეიძლებოდა მისი იმიჯი გამსკდარიყო ნეგატიურად, მზეც ხო ეს ჩვენი იდენტობა იმიჯი არის და მორიელმა კორუფციული თემა დაძრა. და მორიელებისთვის თუ იქნებოდა ეს სერიოზული ტრანსფორმაციული პერიოდი, ზოგისთვის მძიმე კარმული, ზოგისთვის პირიქით ტრანსფორმაციული, რომ მთელი ცხოვრება შეიცვალა, ზოგისთვის შინაგანი ტრანსფორმაცია და არა რეალური, რომ აი ფსიქოლოგიურად ან ენერგეტიკულ დონეზე შევიცვალე, ზოგისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო ან დაენახათ თავისი ჭრილოვანი მხარეები. ეხლა მათ უჯდებათ უკვე მეორე სახლში. მეორე სახლი ჩვენთან ასტროლოგიაში ეს არის ფინანსური რესურსები, ეს არის სტაბილურობა ზოგადად, თვითშეფასებაც. რამდენად აი პირდაპირ ნიშნავთ რომ გითხრათ როგორ ვაფასებთ თავს, რა ვღირვარ. აი ეს არის ხოლმე ზოგჯერ მეორე სახლი და ეხლა მორიელებისთვის ეს იქნება ფოკუსში, რა არის ჩემი ღირებულება, რა ვღირვარ, როგორ შემიძლია მე მაგალითად ჩემი ღირებულებით, ჩემი თვითშეფასებით გამოვიმუშაოთ თუნდაც ფული ან სტაბილურობა შევქმნა, შეიძლება გადამეტებული ხარჯვისკენ იყოს მიდრეკილება, ეხლა ამ პერიოდში ან პირიქით შიშები ფინანსებზე, შიშები მომავალზე, რომ აი ახლა მაგალითად როგორ შევქმნა სტაბილურობა, როგორ შევქმნა სიმშვიდე ცხოვრებაში, აი ეს ტენდენციები განსაკუთრებით მორიელებისთვის ახლა აქტუალური იქნება, ახლა ქალების შემთხვევაშიც ეს იქნება სიყვარულთან დაკავშირებით კაცებთანაც, მაგრამ ქალებთან ერთად მეორე სახლს მართავ ჩვენთან ვენერა და ეს არის რამდენად მე ფასეული ვარ, რამდენად სიყვარულის ღირსი ვარ, რამდენად შემიძლია ვიყო ლამაზი
და მოსაწონის სხვებისთვის. აი ზოგთან შეიძლება იმდენად ფინანსური თემა არ იყოს, როგორც იყოს ღირებულებების თემა, ცით შეფასების თემა, რომ რამდენად ლამაზი ვარ, აქაც ეს ქირურგიები და ისინი ცოტა ფრთხილად, იმიტომ რომ ზოგს უნდა უფრო გალამაზდეს, რაღაცები გაიკეთოს. მორიელებს გულისხმობ და ესეც გასაკონტროლებელი არის, იმიტომ რომ აქ შავთარი არის ისევ და ეს არის გადამეტებული მგრძნობელობა, რომ მე სადღაც ან არ ვარ საკმარისად ლამაზი, ან არ უყვარვარ ვიღაცებს, მაგალითად, ან ოჯახი იქნება ეს თუ ვინ, ანუ არ ვარ საკმარისად კარგი, შეიძლება ეს განცდა იყოს, ან პირიქით შულდასნური, მე ვარ იმაზე მეტად კარგი, იმაზე მეტად ღირ ვარ, ვიდრე რეალურად ღირ ვარ. ეს ტენდენციაც შეიძლება ზოგის და ეს ხო მეორე უკვე მხარე არის, რომ არ მინდა დავინახო, რომ აქ რაღაცა ტრამა დამიძრა და ჯობია მეორე უკიდურესობა ჩავრთო, ხო, ფსიქოლოგიაში ეს იწახიან. მეორეთი დაბალანსების მცდელობა. ამიტომ ერთის და მეორეც იქნება ფეიკი. არც რომ არ ღირვარ არაფრად, არც რომ რაღაც მეტად ღირვარ, ხო? ობიექტურობა ლიეტის ზონაში იკარგება. ან პირიქით შეიძლება იყოს, რომ აი მე რო არ მაქვს ეს ნასწავლი, ეს აი მე რო არ ავირჩიე ეს სწორი გზა, ამიტომ მე არ ვარ საკმარისად კარგი. ეს ჩილდოსნური ენერგია შეიძლება დატრიალდეს, იმიტომ რომ კონტექსტი უნდა ვნახოთ, რომელ ნიშანში გადის, ხო? იმის და მიხედვით იქნება. ლილიტი გააქტიურებული, ხო? და აი ეს თვითღირებულების, მატერიალური შემოსავლების, გამომუშავების ზონაში შიშები, შფოთვები, ან ზოგ შეიძლება მოუწიოს უცხოეთში წასვლა, რომ შემდეგ არის უკვე სასწორს უჯდება მეგობრებო მესამე სახლში. ზოდიაქოთი სასწორებისთვის მესამე სახლი ან ასიდენტით მაგალითად როცა სასწორზე ვსაუბრობთ, ახლა წინაზე რომ ვისაუბრე კუროზე, ასიდენტით რო კურო იყოს ადამიანი, იგივე ისტორია არის, მეორე სახლში ჩდება, ისე უფრო მეტად შეიძლება ახლა იქ გარდამავალი საზღვრები იყოს, მაგრამ მაინც. სასწორებისთვის ეს არის მესამე სახლი. მესამე სახლი ჩვენთან დებითმები არის, მოკლე მოგზაურობები, მანქანა, სხვადასხვა მანქანის ტარება, გადაადგილებები, ტრანსპორტი ზოგადად. ურთიერთობები, კომუნიკაცია, სწავლა, აი უშუალოდ რაღაც ტრენინგზე რომ ვესწრებით და ვსწავლობთ მაგალითად. ან რაღაც, უცხო ენების სწავლა დავიწყეთ მაგალითად, ხო? ამ სფეროებში გადაადგილებები, კომუნიკაცია, დები, ძმები, მთავარი გამოწვევა მეზობლები, ასევე მესამე სახლი არის ჩვენთან, ურთიერთობები ზოგადად მთავარი გამოწვევა ხდება. ახლა მარტივად რო გითხრათ, ზოგიერთი სასწორისთვის ეს იქნება ძალიან გააქტიურებული მესიჯები, ვიღაცები კონტაქტზე გამოდიან აქტიურად. ოღონდ როგორ იცით ლილიტმა, აი უცებრო დაძრავს რაღაცას, იქ ვიღაცა მოგწერს, ვიღაცები გამოჩნდებიან, ზოგთან პირადი ურთიერთობები შეიძლება დაიძრას, მაგალითად მიმოწერით ან სოციალური ქსელებით. ზოგთან შეიძლება იყოს ურთიერთობები, მაგალითად ახალი ურთიერთობების დაწყება, ან მიმოწერები, ასევე ან იქ რაღაცების ახალი სწავლა მაგალითად და ნათესავებთან ურთიერთობები მაგალითად აი ამ პერიოდში სასწორები ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ. დებთან, ძმებთან შეიძლება გაურთულდეთ ურთიერთობა. ან იყოს ფეიკი ესეთი, რომ აი რაღაცნაირად ძალიან კარგად მიდიოდეს ყველაფერი და უცებ რაღაც ისეთი მოხდეს, რომ იყოს ცოტა ემოციურად ტრამვული. ან ისეთი დაფარული რაღაცები ამოტივტივდეს, რომელიც მაინც არ იქნება სასიამოვნო. ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ ნათესავებთან. ან შეიძლება თვითონ რაღაცა გითხრათ ვიქარონ სანთესავში ან დაძმებში, ან პირიქით მათთან იყოს რაღაც პრობლემა, რაღაც გულისწყვეტა, რაღაც ისეთი ტრამვულიც შეიძლება იყოს, გზებზე ფრთხილად უნდა იყვნენ, გადაადგილებებში ფრთხილად უნდა იყვნენ, ასევე შეიძლება გამოჩნდეს ისეთი ნათესავი მაგალითად, ან ისეთი ურთიერთობები, რომელიც მერე პრობლემები უფრო შექმნას, ან ჩრდილოვანი მხარე დაგვანახოს ჩვენი ნათესავი, რომელიც ჯგუას გვასწავლის მაგალითად, ხო? ან მე მომინდება რომელიღაც, აი ვინმე გზაზე დავაყენო. მაგალითად. და იმ ხელა ენერგია ჩავდა და საბოლოო ჯამში არაფერი არ გამომივიდეს. ან რაღაცის სწავლა დავიწყო, ან პირიქით მივატოვო რაღაცის სწავლა, ხო? რომ ეს მე არ მჭირდება და მე აღმოჩნდეს, რომ მე მგონი შეცდომა დავუშვი მაინც, ხო? ესეთ რაღაცებიც ის მესამე სახლმა. ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, აი ვთქვათ, მანქანის გამოცვლა უნდათ, მანქანის ყიდვა უნდათ, აი გადაადგილების, ტრანსპორტის თემები არის მესამე სახლი.
ძალიან დეტალურად და მიმოიხილონ ყველაფერი. დოკუმენტების გაფორმება იქნება ეს, რაღაც აი საბუთებთან დაკავშირებული თემები იქნება, უნდა გადაამოწმონ რამდენჯერმე, იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაცები გაიპაროს, იქ რაღაც არასწორი ინფორმაცია შემოვიდეს, დეზინფორმაცია. ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ ჭორებთან, ინტრიგებთან, მათ სიტყვას აქვს ახლა უკვე ცოტა dark side-ი, ესე რომ ვთქვათ, ანუ დარქის გამოხატვის ტენდენცია არის ძალიან დიდი, ბნელი მხარე მუშაობს უკვე საინფორმაციო დონეზე და შეიძლება ისეთი თქვან, რომელიც მათ წინააღმდეგ იყოს მიმართული, იქნება ეს სამსახურში მაგალითად, იქნება სანთესავში, შეიძლება უცებ ისეთი კონფლიქტში, ისეთი რაღაცები თქვან, რომელმაც დაასრულოს ურთიერთობა სიტყვაზე, ხო? ან ისეთი ინფორმაცია გათქვან, რომელიც მათთვის პრობლემა იყოს. ან ისეთი ინფორმაცია მოუვიდეთ და ამაზე რეაგირება არ გააკეთონ და მერე ესეც პრობლემა მოხდეს, ხო, მაგალითად, ხო? მეზობლებთან განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ, ახლა ზოგთან შეიძლება იყოს ეს პრობლემა, ზოგ საერთოდ მეზობლებთან არ ქონდეს, მაგრამ ინფორმაციული ველიდან რაღაცები შემოდის ისეთი თავიდან ლირიტმა იცის ეს აღთოვანება და მერე ქრება. ყველაზე კარგ ვარიანტში რაღაც მიმოწერები, რაღაცები და მერე ფეიკი არის, არ ყოფილა ისე როგორც ჩვენ გვეკონა. ან რაღაც ისწავლა დავიწყე, მეგონა რომ ან ინფორმაციის მიღება დავიწყე, მეგონა რომ აი ახლა მივაგენი რაღაც ფავორს და არ აღმოჩნდეს ისე ყველაფერი როგორც ჩვენ გვეკონა. ან ყველაზე ერთ-ერთი გამკვეთილი იყოს, რომ მე ეჭვი მეპარება სადღაც სწორად მესმის თუ არა. რომ რაღაც ინფორმაციასთან რომ აქვს კავშირი, ან ურთიერთობებში რო ვარ, არის ის ურთიერთობები მე რაც მინდა? თუ პირიქით უნდა იზოლაციაში წავიდე და ჩავიკეტო. ზოგთან შეიძლება ესე გამოვლინდეს, რომ საერთოდ ჩაიკეტონ კომუნიკაციისგან, ხო? აი ურთიერთობები აღარ უნდოდეთ, რაღაც აი ენერგეტიკულ გადაღლას გრძნობდნენ ურთიერთობებიდან, ხომ? კავშირებიდან, ან ნათესავებიდან, ან ახლობლებიდან. მესამე სახლი ყოველთვის ურთიერთობები არის გარე სამყაროსთან, კომუნიკაცია ტელეფონით, ინსტაგრამი იქნება, ეს ფეისბუქი იქნება, მესენჯერი, ანუ ნებისმიერი არხი საკომუნიკაციო, ეს არის მესამე სახლი ჩვენთან. აი აქედან შემოვა ლილიტური საცდურები, აი აქ რაღაცას დაგვანახებს ჩვენ. ან გარემოცვასთან, ან საინფორმაციო ველში, განსაკუთრებით ახლა ჟურნალისტები, ვინც არიან, განსაკუთრებით ძალიან დააკვირდნენ სიტყვას, ძალიან დააკვირდნენ ინფორმაციას, რას ამბობენ, იმიტომ რომ აქედან არის მთავარი საცდურის ალბათობა. აი ესე რო გითხრათ, ხო? შემდგომ მოდის უკვე ქალწული ჩვენთან ეს ქალწულების ზოდიაქოს უჯდება უკვე მეოთხე სახლში, მეოთხე სახლი ჩვენთან ეს არის ოჯახი, ეს არის მშობლები, ეს არის სახლი, სადაც ცხოვრობთ. შინაგანი სახლიც არ არის მარტო აქ გარეგნული, ახლა ჭერქვეშ ვართ, ხო? შინაგანი სახლი როგორი გვაქვს? აი ახლა ქალწულებს დაუდგებათ უახლოესი 9 თვის განმავლობაში ნენელა აი ჩრდილოვანი მხარის ამოტივტივება, ვარ ჩემ თავთან კომფორტულად თუ არა ვარ. ვარ სახლში ოჯახის წევრებთან კომფორტულად თუ არა ვარ. შეიძლება ზოგს მოუნდეს მაგალითად სახლის შეცვლა, ზოგ შემთხვევაში ეს მისასალმებელიც არის, ხოლმე მეტრო შემთხვევაში ძრავს რაღაც ისეთს, რაც გასაკეთებელი იყო დიდხანს, მაგრამ მაინც ყურადღება არის აქ, იმიტომ რომ ყურადღება არის აქ მისაქცევი, იმიტომ რომ შეიძლება ისეთ სახლი არჩიონ, რომელიც არ იყოს თქვათ კარგი, პოზიტიური, იმიტომ რომ შემთხვევაში უფრო ისეთ სახლი შეიძლება იპოვონ, რომ სადაც მე რო გავა ეს შემთხვევაში არ აღმოჩნდეს ისეთი კომფორტული, როგორც თავიდან ეგონათ, ხო? აი ძალიან დიდი ყურადღება არის აქ საჭირო, შეიძლება იყოს შინაგანი უკმაყოფილება, საკუთარ კომფორტს რო ვერ პოულობს ადამიანი, შინაგან კომფორტს, დაბზაბულობა ოჯახის წევრებთან, ეს ერთ-ერთი მხარე არის, ისიც იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება გავაცნობიერე ისეთი ბავშვობის ტრამვები, ან ისეთი სიღრმეები, რომ მივხვდი რომ თორედ ისე არ ყოფილა ყველაფერი როგორც მეგონა, აღარ ლიტია გადამეტებულ ემოციებს იძლევა, შეიძლება იმ მომენტში ძალიან მტკინვეული ემოციები შეგვიქმნას, ხომ? და რო გადავა ეს ტრანზიტი, მე რატო გავაფუჭებ თქვათ ურთიერთობა, ხო? ან რატომ
გავყიდე ჩემი წინაპრების სახლის სიტყვაზე, იმიტომ რომ მაგ პერიოდში ვერიქით იგვიბიძგებს რაღაცნაირად ამ მეოთხე სახლის ზონაში ოჯახთან დაკავშირებით ან სახლთან დაკავშირებით რაღაცები შევცვალ. ყველაზე მინიმუმ შეიძლება უბრალოდ სახლში არ იყოს ისე კომფორტულად ადამიანი და გარეთ უნდადეს სულ გასვლა, ხო? იმიტომ რომ რაღაც სახლში შემოდივარ და რაღაცა მომძიმებს, არ ვიცი რა მომძიმებს გარკვეულწილად, ხო? ან არ არის ის ატმოსფერო, რომელიც ეხლა კომფორტულად მომყოფებს. ან პირიქით თავიდან რომ ვაიმე სახლში მინდა ყოფნა და სად ვიყავი აქამდე და დავალაგო, მოვაწესრიგო ყველაფერი და მე ნენალა მივხვდე რომ არ მაძლევს ეს სახლი იმას, რასაც ველოდი. ხო, ანუ ლიტმა ეს იცის თავიდან ახტოვანება, იცის თავიდან აქტიურობა იცის და მე რაღაც აღმოჩნდება იქ ისეთი, რომელიც ცოტა დაგვამძიმებს, ან ფეიკი იყო მაგალითად. ვისთვის როგორ იქნება, მაგრამ მეოთხე სახლი რადგან არის აქ ქალწულებისთვის, აი ბინასთან დაკავშირებით ცვლილებები, მაინც ესე რეკომენდაცია არ არის. ზოგ შეიძლება ემიგრაცია უნდადეს, რომ აი ფშულდოსანში არის თან, ხო, რომ აი ჩემი ბედი, ჩემი გზა არის უცხოეთში. აქაც ცოტა დაფიქრება არის საჭირო, პირად რუკაში უნდა ინახოს უკვე მანდ რა ხდება, იმიტომ რომ ერთისთვის შეიძლება პოზიტივის მომტანი იყოს და მეორესთვის უფრო ლილიტური ენერგია იყოს აქ. იმიტომ რომ ლილიტი კი ძრავს ენერგიას, შეიძლება მართლა წავიდეს უცხოეთში ადამიანი, ბევრი იქნება ახლა ემიგრაციის გზაზე ამ ტრანზიტით, მაგრამ შესაძლებელი არის აქ უკვე ცოტა ფეიკი იყოს, ისე არ იყოს, ან საბუთები უბრალოდ ისე არ გადაამოწმოს და რაღაც პრობლემებში გაეხვეს ხო ადამიანი. აი ეს სახლის დატოვება და სხვაგან ძებნა სახლის, ეს შეიძლება ძალიან გააქტიურდეს ზოგი ქალწულისთვის, ხო? ისე მარტივად რო გითხრათ. ლომებს უჯდებათ მეხუთე სახლში, შავი მთვარე, მეხუთე სახლი არის სასიყვარულო სფერო, ბავშვები, გართობა, დასვენება და მთავარი გამოწვევები იქნება პირად ცხოვრებაში, მთავარი გამოწვევა იქნება ან ბავშვის შვილებთან დაკავშირებით მაგალითად, შეიძლება იყოს ახალი სასიყვარულო ინტრიგების ალბათობა, ან ახალი ურთიერთობების დაწყება, რომელიც ცოტა ლირიტური ენერგია არის, ან შეიძლება გაგრძელდეს მე ეს ურთიერთობა, მაგრამ იყოს განცდა, რომ თავიდან კარგად დაიწყო და მე რაღაც ისეთი დარქი ამოვიდა ზედაპლანზე, რომ რაღაცები ან გააფუჭა, ან ისე არ ყოფილა როგორც მე მგონა, ან პირიქით იმხელა ემოცია შეიძლება იყოს ეს, აი ძალიან აი საბედის წერო სიყვარულსაც რო ეძახიან ხოლმე, ხო, ან კარმულ სიყვარულს რო ეძახიან ხოლმე, შეიძლება ესეთ საბედის წერო ლილიტური პარტნიორიც კი გამოჩნდეს, ავგზა და აკარგვინოს ადამიანს, ხო? ზოგთან ეს სცენარი განვითარდება, ზოგთან შეიძლება შვილებთან დაკავშირებით, ან შვილის სკოლის სურვილი გაუჩნდეს ვიღაცებს, ან რაღაც აი გართობა, დასვენება, ან მე რა მიხარია ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად, რა დამაყლდა, ის ამანახოს შემომთვარე მაგალითად, ხო? აი რა სიხარული, ან სილაღე, აი დავინახოთ როგორ დაგვაკლდა სილაღე თურმე ამდენი წლები და აი ახლა შემოვიდეს ეს ემოცია ჩვენში, ხო? მაგრამ თან იმასაც შეიძლება მივხვდეთ, რომ თვალად ესეთი მარტივი არ არის შევინარჩუნოთ. აქედან გამომდინარე მეხუთე სახლმა იცის ზოგადად შინაგანი ბავშვის გაღვიძება, ან პირიქით რაღაცნაირად ჩაქრობაც კიდეც, ხო? რომ ჩაქრობა იმ კუთხით, რომ შეიძლება მე მინდა, მაგრამ არ შეიძლება. ან მინდა გართობა, მაგრამ არა მაქვს ამის შესაძლებლობა. გართობას ახლა იმას კი არ ვეძახი კლუბები, თუმცა ესეც ზოგი ლომს შეიძლება კონდეს ეს, რომ აი ზოგი გადაეშვა საერთოდ ან გასართობ ბიზნესში, ესე რომ ვთქვათ, ზოგმა შეიძლება გადამეტებული, გადაჭარბებული სიამოვნების სწრაფვა გააქტიუროს, ან სასიყვარულო თავგადასავლები გაუთავებელი, ეს ტენდენციები შეიძლება აქ გამოვლინდეს, რომელიც ფეიკი იქნება რაღაცა კუთხით, ან დაგვანახებს გადაჭარბებას ენერგიის, ან რა გვჭირდებოდა ზოგთან რომანტიკული შეხვედრა შეიძლება იყოს, ზოგთან გადამეტებული გართობა, ზოგისთვის თამაში იყოს ძალიან აქტიური, ზოგისთვის შვილებთან ურთიერთობა დაიძაბოს, ან რაღაც მტკინვეული იყოს ზოგისთვის შვილის რაღაც სხვა პრობლემები მაგალითად, აი ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. კირჩხიბებს უჯდებათ მეექვსე სახლში, მეექვსე სახლი ჩვენთან არის სამსახური მეგობრებო, ეს არის
გრაფიკი, სამუშაო გრაფიკი, ზოგ შეიძლება ძალიან ბევრი საქმე გამოუჩნდეს, ზოგ შეიძლება მოუწიოს დაალაგოს თავის ცხოვრება, დიდ სურათში რო ავიღოთ და არა კონკრეტულად სამსახური. შეიძლება იძულებული იყოს ან სწორი კვების, ან ჯანმრთელობის პრობლემები ზოგ შეექმნას, ან მოაგვაროს პირიქით ჯანმრთელობის პრობლემები. ზოგისთვის შეიძლება იყოს აუცილებელი რომ რაღაც უნდა დავალაგო, რაღაც მოვაწესრიგო, ჩემი ცხოვრება უნდა იყოს მოწესრიგებული და ეს მე ძალიან გამიჭირდეს თან, ხომ? იმიტომ რომ ლილიტი აკრას იძლევა, რომ ან პირიქით გადამეტებული ფიქრი სისუფთავეზე, მოწესრიგებაზე, დავალაგო რაღაც ჩემი ცხოვრება და აქ დაიკარგოს რუტინაში ადამიანი და სიამონება ვერ მიიღოს, ხო? იმიტომ რომ წინა შავი მთვარე უჯდებოდათ კირჩხიბებს მეხუთე სახლში. ეს დასვენება იყო, ეს გართობა იყო და ეხლა ნენელა დადგა დრო მუშაობის, ხო? რომელიც ასევე შეიძლება იყოს ცოტა დამღლელი, ცოტა იცის ენერგიის კარგვაც ხოლმე პერიოდულად. უბრალოდ იცით რა არის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იუპიტერი ეხლა ბედნიერების წარმატების პლანეტა არის ასევე კირჩხიბში. და ეს სერიოზული ბალანსი არის კირჩხიბებისთვის, იმიტომ რომ იუპიტერი ყავთ ხო მზესთან და ეს იღბალი, სიმხიარულე, ეს ოპტიმიზმი, ეს კარგ ახანს იქნება კირჩხიბებთან. ამიტომ ამ 6 სახლზე ესე ვერ ვიტყვი რომ ხა უტყופობა იქნება და ენერგიის კარგვა და ცუდატყოფნა, იმიტომ რომ იუპიტერი არის მაინც მათთან. რაც არ უნდა სირთულეები იყოს ცხოვრებაში, ხო იუპიტერი აძლევს მაინც პრობლემის სხვადასხვა კუთხით მოგვარების შანსს, ხო ოპტიმიზმი იზრდება ზოგადად კირჩხიბებისთვის. და მე-6 სახლი ეს ყურადღებით უნდა იყვნენ სამსახურში მეგობრებო, შეიძლება დაპირისპირებების თანამშრომლებთან, შეიძლება სამსახურის დაკარგვა ზოგიერთისთვის მაგალითად და ყურადღებით უნდა იყვნენ. ეხლა მთავარი საცდურები, მთავარი გამოცდები არის სამსახური, ჯანმრთელობა, რაღაცნაირად შრომა შინაგანად, რამდენად შრომობთ ჩვენ, რამდენად ვაღწევთ შედეგებს ამ შრომაში, ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ საბუთებთან, ციფრებთან, ვინც ამ ბუღალტერიაში არის, ან ციფრებთან აქვს კავშირი, ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ აქ, იმიტომ რომ შეიძლება სერიოზულად ლილიტმა დეტალების გამორჩენა გამოიწვიოს, რაღაც ისე წრომანები გამოგრჩეს, რომელიც მერე პრობლემა გახდეს, ხო, ან სამსახურებრივად მაგალითად, ხო? და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი საცურები რო ვიცოდეთ, ხო, რომ აი აქ არის სადღაც ბნელი წერტილი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ზოგთან შეიძლება იყოს ბევრი წვრილმანი პრობლემა, რომ გაიხლართოს ამ პრობლემებში და ეს ცხადთვის განმავლობაში იყოს ცოტა გადაღლაც აქედან გამომდინარე, ხო? და ყველაზე კარგი იქნება აქ რუტინა სწორი, ჯანმრთელობა, სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანი არის დაალაგონ თავის ცხოვრება. ჯანმრთელობას მიხედან მავნეჩვევებისგან გათავისუფლდნენ, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი არის შავმთვარის ენერგია შეუძლიათ გამოიყენონ მაგ კუთხით ან იუპიტერიც მანდვარის გამოიყვანონ არის სხვადასხვა მავნეჩვევა, სხვადასხვა აფიქსია იქნება, სულ იქნება გათავისუფლდნენ ამ ყველაფრისგან. ან შეიძლება მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ და ავნონ ჯანმრთელობას განსაკუთრებით და პირიქით ლილიტი იძლევა კარგ შანსს რომ აქედან დაინახოს აი მის ბნელი მხარი და გათავისუფლდეს იგივე მოწევა იქნება, არასწორი კვება იქნება თუ რა, ხო? დაალაგონ გრძლის რეჟიმი, სწორი კვება და დადგნენ ცხოვრების უფრო ჯანსაღ გზაზე. აი ეს არის კირჩხიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპებისთვის მეგობრებო, აქ გვაქვს მე-7 სახლში შავი მთვარე, მე-7 სახლი ჩვენთან ეს არის პარტნიორები, მეუღლე, ქორწინება, ზოგადად საზოგადოება, ვინც შემოდის ჩვენ ცხოვრებაში. ეს არის მტრების სახლიც, კონკურენტები, დღევანდელი დროით ისტორია ადრე მტრები იყვნენ. და ეხლა ტყუპებს ექმნებათ აი ეს პრობლემა, რომ თავარი თუ ვინმე იქნება მათთვის, აი ბნელი მხარის მაჩვენებელი, ეს შეიძლება იყვნენ პარტნიორები. შეიძლება შემოვიდეს მათ ცხოვრებაში საცდურივით, ისეთი ადამიანები, რომელიც მერე ცოტა პრობლემა გახდება, ჭკუის მასწავლებლები, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება გამოჩნდნენ უცხოელებიც მათ ცხოვრებაში ტყუპებისთვის, რომელიც შემდგომ ასევე პრობლემად იქცენ, ან დაპირისპირებები ქონდეთ უცხოელებთან, ან პარტნიორებთან, ზოგთან შეიძლება განცდა იყოს, რომ აი
მეუღლე სადღაც ჩემგან შორს მიდის ენერგეტიკულად, ან პრობლემები დაიწყოს, რეალური პრობლემები დაიწყოს ქორწინებაში, მაგალითად პარტნიორულ ურთიერთობებში, ან შეიძლება გამოჩნდეს პირიქით ახალი პარტნიორი, თავის, საცდური პარტნიორი შეიძლება იყოს, ან შეიძლება იყოს როგორც იქნა, გამოჩნდა ვიღაცა. ლილიტი ასე ვერ ძრავს კიდეც რაღაც ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც აქამდე არ ხდებოდა, ვისთან როგორ გათამაშდება, ეს არ ვიცით. მეშვიდე სახლი არის სასამართლოები, კონკურენტები მაგალითად და იცით როგორ რაღაც არის, ძალიან შეიძლება გააქტიურდეს სხვების აზრი. როგორ მიყურებენ მე სხვები, ძალიან სენსიტიური და მტკივნეული შეიძლება გახდეს ზოგიერთი ჯგუფისთვის, სხვების აზრი, ან სხვების ჩარევა მათ ცხოვრებაში ძალიან ნეგატიური გახდეს ზოგისთვის მაგალითად. შეიძლება იყოს აქ კონკურენტული ბრძოლა, ან უსამართლობის განცდა, რომ სადღაც ვიღაცეები, ვიღაც ადამიანები შეიძლება უსამართლოდ ექცევიან, შეიძლება ზოგიერთი ადამიანი საერთოდ გაქრეს მათი ცხოვრებიდან, ან გამოჩნდნენ სხვანაირად, როგორც ადრე არ ჩანდნენ მაგალითად, ან გაიზარდოს შინაგანი კრიტიკა საზოგადოებასთან მაგალითად, ხომ? ის ვინც მათ გარშემო ტრიალებს, რა კატეგორიად შემოდის, მათი ბნელი მხარე ამოტივტივდეს, ან გადამეტებული განცდა ქონდეს ამ უარყოფით თვისებებზე მაგალითად, ხო? ან ბოლო-ბოლო გააცნობიერონ, რომ ეს პარტნიორი არ მინდა, თურმე ვინც მყოლია. ესეც ან პირიქით იქით პარტნიორი წავიდეს მათგან ცოტა დისტანციაზე, ხო? ეს თემები გააქტიურდება იქით ხრიდან თუ აქეთ ხრიდან, ეს ჩვენ არ ვიცით. ეს არის ძალიან საყურადღებო, მაგიტომ ვამბობ, რომ თვითონ და ხვდებოდნენ ტენდენციას, რომელიც შეიძლება რომელი სცენარი განვითარდეს აქ. შემდეგ მოდის უკვე კუროს უჯდება მერვე სახლში, მეგობრებო, ტრანზიტული შავმთვარე. მერვე სახლი ჩვენთან ეს ძალიან მარტივად რო გითხრათ, ეს არის მეუღლის ენერგია, მეუღლის ფული, ან ბიზნეს ფული, ან ვალები, მაგალითად, ან კრედიტები, ან სხვისი ენერგია, საერთო, მაგალითად, ქონება თუ არის აქ, ხო? მან შავმთვარე რო გადადის, შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი პრობლემები მეუღლის ფულთან, ან ვალდებულებები მეუღლისთან, ან რაღაცნაირად ენერგეტიკული პრობლემებიც, იცით, მეუღლისთან, იმიტომ რომ მეორე სახლი არის მეუღლისთვის და ეს არის ან შინაგანი რესურსები, ან ნდობის თემაც ამავე დროს, ხო? ნდობაში შეიძლება რაღაც პრობლემები იყოს ზოგისთვის, ზოგი კუროსთვის. ზოგთან შეიძლება უბრალოდ იყოს ფინანსური ვალდებულებები. შეიძლება იყოს ფინანსური პრობლემები, ოღონდ კრედიტებთან, ან სესხები იქნება ეს თუ ხა ამ ტრანზიტზე, მაგალითად ის რომ სესხი აიღოს ადამიანმა, ნაკლებად ურჩევდი, იმიტომ რომ ეს აუცილებლად ან გაპრობლემდება მერე, ან ფეიკი იქნება, გვეგონება რომ მარტივად შეიძლება ავიღოთ, მაგრამ შემდგომ ისე ვერ დავფაროთ როგორც გვეგონა მაგალითად, ხო? საცდურები შეიძლება უცხოელებთან დაკავშირებით აღმოჩნდეს, შეიძლება თუ ვინც უცხოეთში არის მაგალითად კურო და რაღაცნაირად ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, სამართლებრივ პრობლემებში არ გაეხვნენ, ხომ? შეიძლება იქ მერვე სახლს ჩვენთან მართავს ძალოვანი სტრუქტურები, ან საიმიგრაციო მაგალითად სფერო. ეს არის ცოტა ისეთი მერვე სახლური ენერგია, ცოტა ისეთი მძიმე არის და კუროებისთვის ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ რაღაც ისეთში არ გაეხვნენ, ან პირიქით შეიძლება ლილიტმა მისცენ სერიოზული წარმატებაც, ხო, ამ სფეროებში, ან ხელი შეუწყოს რაღაცნაირად თუნდაც ვალების დაფარვაში სიტყვაზე, ოღონდ მაინც საცდური არის. რაღაც ისეთი შეიძლება გამოვლინდეს, რომ გითხრან რომ ამდენს გადაგიხდით, არ გადაგიხადონ მაგალითად, ხო? იმიტომ რომ მერვე სახლი ეს არის სხვაზე თუ ვართ დამოკიდებული, ან ყველაზე მარტივად შეიძლება ძალიან დიდი დოზით აღმოჩნდეს ადამიანი მეუღლეზე ან სხვაზე დამოკიდებული. ან იძულებული იყოს რაღაცნაირად, ვინც უცხოეთში არის, ემიგრაციაში არის, განცდა ქონდეს, რომ მე რაღაცნაირად თავისუფალი არა ვარ, მე დამოკიდებული ვარ, ეხლა რაღაც კრედიტის დაფარვა მეწევს და ამის გამო ვალდებული ვარ ვიყო აქ. და ამანამდე თუ იყო ესე, არ აწუხებდა, მაგრამ ეხლა ძალიან შეაწუხოს ეს, ხო? იმიტომ რომ მერვე სახლი ეს არის ზოგადად
რაღაცა ვალდებულებებში რო ვართ ხოლმე ჩაკეტილები, ხო? ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ზოგი კუროსთვის ინტიმური ურთიერთობები მაგალითად, ხო? ძალიან ისეთი ლამაზად შემოსული, რომელიც მე პრობლემა გახდეს მაგალითად. ან არ გახდეს პრობლემა, მაგრამ იყოს განცდა, რომ მე აქამდე არ ვიყავი ესე გახსნილი ვიღაცასთან და ვიღაც ადამიანმა მომცა საშუალება, რომ ემოციურ ენერგეტიკულად გავხსნილიყავი, ხო? იმიტომ რომ მერვე სახლი სექსუალური ენერგიაც არის, ეს არის ნდობის თემაც და აი მან ცოტა ყურადღებით უნდა იყვნენ, შეიძლება ისეც გაეხსნა, რომელიც არ ღირდა მაგალითად, ხო? ან კრიზისები, ემოციური კრიზისები მოუწიოთ, ფსიქოლოგიური ემოციური კრიზისები მოუწიოთ, სადაც შინაგანად არის განცდა, რომ რაღაც უნდა შევიცვალოს უკვე ჩემს ცხოვრებაში, რაღაც სერიოზული ტრანსფორმაცია მჭირდება, ან ენერგიასთან დაკავშირებით პრობლემებით შეექმნათ, შეიძლება იყოს სისუსტე ენერგეტიკული, ან პირიქით მოზღვავება, რომ მე რაღაცნაირად მინდა რომ ვიცოცხლო, მინდა აქტიური ვიყო და ეს გადაჭარბებული გამოჩნდეს, ხომ? ეს გააქტიურებული სექსუალური ენერგია მაგალითად, პირიქით პასიური სექსუალური ენერგია, ხო? და აქ გულისხმობთ უფრო აი ამ სასიცოცხლო ენერგიას, ხო? და ეს თემები შეიძლება ძალიან აქტიური გამოჩნდეს. ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, მაინც ზოგადად კუროებს გეუბნებით ახლა, ზოგად ტენდენციებს, ზოგისთვის შეიძლება იყოს ეს გაუმართლებელი რისკი გარისკონ და არ გამოჩნდეს ისე, არ იყოს ისეთი წარმატებული ეს რისკი, როგორც მათ ეგონათ. შეიძლება იყოს ეს პირიქით მეშინია გარისკვის და ამის გამო ბევრი რაღაც დავკარგი, ხო? აი ბალანსის პრობლემა არის ხოლმე აქ და ამასთანაც ყურადღებით უნდა იყვნენ. ვერძებს უჯდებათ მეგობრებო უკვე ვერძებს უჯდებათ აქ მეცხრე სახლში, მეცხრე სახლი არის ასევე უცხოეთი, ემიგრაცია, თვითმფრინავი, შორიმგზავრობები, ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ აქ შორმგზავრობებში. შეიძლება შუაფრენის დროს აღმოჩნდეს, რომ პასპორტი არ მაქვს, ან არ ჩამირტყეს ვიზა, ან მომაბრუნეს უკან მაგალითად, ან დაპირისპირება შეიძლება იყოს უცხოელებთან, შეიძლება სწავლასთან დაკავშირებით პრობლემები, დავიწყე რაღაცის სწავლა და მე მივხვდი, რომ არ მინდა. და ეს არ მინდა, როგორც წესი ლილითისგან არის ნაკარნახევი და აქაც პრობლემა იყოს. ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ მეცხრე სახლი ეს არის უცხოეთი, გურუები, მასწავლებლები, შორიმოგზაურობები და ასევე პრობლემა შეიძლება გამოვლინდეს ან მეუღლის ანათესაოსთან, ან შორეულ ნათესავებთან. მეცხრე სახლი ასევე შორეული ნათესავები არიან და მეუღლის ანათესაო. შეიძლება აქ სერიოზული რაღაც დაპირისპირებებიც კი გამოვლინდეს ზოგთან, მაგალითად, ან ისეთ ბნელი მხარის ამოტივტივება შორეულ ნათესავებში აქამდე რო ყველაფერი კარგად იყო და უცებ რაღაც სერიოზული კონფლიქტი ან სერიოზული წყენა განვითარდეს, ხო, ამ ზონაში. ან პედაგოგებთან დაკავშირებით ზოგისთვის ეს იქნება, ზოგისთვის უცხოელები იქნება, ან ხედვის, აი ეს მშვიდოსნისთვის დამახასიათებელი ხედვის პრობლემა ზოგადად, ხო, ფართო ხედვის პრობლემა, ან პირიქით გამძაფრებული სურვილი ვერძებისთვის, რომ მე მინდა ჩემი გზა ვიპოვო, მე სხვის გზაზე არ მინდა წავიდე და კონკრეტულად ჩემი გზა მინდა ვიპოვო. აი აქაც გამძაფრებული შეიძლება იყოს ეს განცდა, ოღონდ ეს იყოს უფრო ძიება, ვიდრე მართლა პოვნა. ამ ძიებაში იქნება რაღაც შეცდომები შესაძლებელია და მე უფრო გამოიკვეთოს მართლა რა მინდოდა თურმე მე რა არის ჩვენი გზა, ხო, მაგალითად აი ეს ვერძებისთვის ძალიან აქტიური გამოჩნდეს. თევზებისთვის ჯდება მეგობრებო მეათე სახლში, მეათე სახლი ჩვენთან ის კარიერა არის, სტატუსი არის, მამასთან ურთიერთობა, ავტორიტეტებთან ურთიერთობა, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა, გზა რა მინდა კარიერაში, რა მინდა გამოვიდე, ეს არის მეათე სახლი როგორც წესი, როგორ მინდა ხალხი მხედავდეს, როგორი აი შინაგანი ღერძი მინდა რომ მქონდეს, ხო? და ღერძი როგორ იცით, უკვე სიმყარე. არა ფილოსოფიური ღერძი რომ ვიცოდე საით მივდივარ, აი ახლა სად ვგავარ, მაქვს თუ არა სიმყარე, ზოგთან შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი ამბიციურობა, ან ზოგთან შეიძლება რომ ყველაფერზე წავალ, ოღონდ მივაღწიო ავტორიტეტს, დამაწინაურონ, ან ზოგისთვის ფეიკი დაწინაურება იქნება და მე რო გადავა ტრანზიტი ეს აღარ იქნება, ან პირიქით ეს იქნება, მამასთან შეიძლება გართულდეს ურთიერთობა, ხელმძღვანელებთან დაპირისპირება შეიძლება მოხდეს, შეიძლება კონდეს განცდა ადამიანს, რომ ვიღაცები არ
ვერ უმკლავდებიან თავიანთ ვალდებულებებს მაგალითად, ხო, აი პროექციაში წავიდნენ. ან მათ კონდეთ განცდა, რომ მე ვერ უმკლავდები ჩემს გამოცდილებებს, იყოს შემოთავაზება და უარი თქვან მაგალითად, ხო, შიშის გამო, ან უკან დახევა, რომ მე რამდენად კომპეტენტური ვარ ამ თემებში, ხო? ზოგი პირიქით წავა და იქ მოვა, რაც მისი ადგილი არ არის. ხო, მაგალითად ეს ზოგთან თევზებთან ეს შეიძლება გამოვლინდეს. ყოველ შემთხვევაში ლილიტი გამოაჩენს საზღვარს, რამდენად მყარად ვდგავარ, რამდენად ზურგი მაქვს ამ ცხოვრებაში, რამდენად მაქვს ის სტატუსი, რაც მე მინდოდა ყოველთვის, აი ეს ტენდენციები განსაკუთრებით იქნება თევზებისთვის აქტიური. მერწყულებს უჯდებათ მე-11 სახლში მეგობრებო, მე-11 სახლი არის თავისუფლება, შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ მე ძალიან დიდი თავისუფლება მინდა, ან მე ძალიან მინდა სოციუმი, მეგობრები მინდა, ან პირიქით აქ გამოჩნდეს ყველაფერი დარქი. მეგობრებში პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს, სოციუმში დაკარგულობა და განცდა, რომ მე არ მინდა ჩაკეტილობისკენ ვარ უფრო მიდრეკილი ამ პერიოდში. ზოგთან შეიძლება იყოს განცდა მოულოდნელობის, რომ რაღაც მოულოდნელად მოხდეს რაღაცები მათ ცხოვრებაში, მოულოდნელად წავიდნენ სადღაც მაგალითად, იმიტომ რომ მე-11 სახლმა მოულოდნელობები იცის, დაუგეგმავობა იცის. ან შინაგანი ცოტა შფოთვა გაძლიერდეს, ხო, ფსიქოემოციურ დონეზე. მე მომავალში ვარ სულ ფიქრებში, მე რაღაცის შეცვლა მინდა, შეიძლება უბრალოდ ემოციურ დონეზე იყოს ცვლილების მოთხოვნილება, რომ მე მინდა რაღაცები შევცვალო ჩემს ცხოვრებაში, მე მინდა რაღაც ახალი ვისწავლო, ან ახალი მეგობრები მჭირდება, ახალი სოციუმი მჭირდება, ახალი ურთიერთობები მინდა და კონდეთ განცდა, რომ აი მაინც ვერ ხდება ეს თითქოს, რომ აი ამ სოციუმში ვერ ვიღებ იმ ყველაფერს, ან იმ პირიქით იყოს მომენტი, რომ აი მე ძალიან ჩავიძირი ამ მეგობრებში და ამ სოციუმში და თითქოს იდენტობასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნას, რომ აი მე ძალიან მივეჭაჭვი ამ ყველაფერს. ზოგთან ესე შეიძლება გამოვლინდეს, ხო? ან მეგობრებთან ხო გეუბნებით, ან იდეალებში კრიზისიც, მაგალითად მე-11 სახლი ეს ჩვენი იდეალები არის, როგორ უყურებთ ცხოვრებას, უფრო აი თავისუფალი ხედვით. ჩემი აზრით უფრო გადაჭარბებული საცთური თავისუფლებასთან, მეგობრობასთან, სოციუმთან, ან თანამედროვეობასთანაც შეიძლება გამოვლინდეს. მე-11 სახლი თანამედროვე აზროვნება არის ჩვენთან და შეიძლება რაღაც დიდი მოთხოვნილება იყოს ორიგინალურობის, გამორიყვის სოციუმისგან, ან პირიქით იყოს, რომ აი მეგობრებთან მე მაქვს იდეოლოგიური კამათი, მე მჭირდება ყველა ჩემ აზრზე იყოს. ზოგთან, მერწყულთან ესეც შეიძლება გამოვლინდეს და ყურადღებით უნდა იყვნენ მაინც, ხო? შემდეგ ყავს თხის რქა, თხის რქას უჯდება უკვე აქ მე-12 სახლში. მე-12 სახლი ჩვენთან არის ფსიქოლოგიური სახლი, აი დაფარული, საიდუმლოებების სახლი არის, აი ფარული, ჩუმი ფსიქოლოგიური პროცესების. თხის რქები შეიძლება მაგას ახლა ვერ გზნობდნენ, ყველაზე ნაკლებად გზნობდნენ, ახლა აი ამ ტრანზიტს, მაგრამ მე-12 სახლი იცით როგორ მუშაობს, აი მედიტაციური პრაქტიკები რომ მოუნდებათ, ან საკუთარ თავში ჩაღრმავება მოუნდებათ, რაღაცა ის ფსიქოლოგიურად დასვენებას შეიძლება მოუნდეთ, ენერგეტიკულ დონეს გულისხმობ აქ, აი რაღაცნაირად თითქოს განცდა იყოს, რომ მე ჩემ სამყაროში მინდა ჩაკეტვა ენერგეტიკულ დონეზე, შეიძლება ბევრ ხალხშიც იტრიალონ, მაგრამ აი შინაგანად იყვნენ აი ცოტა ან ჩაკეტილები, ან რაღაც ისეთი რაღაცები მოხდეს, რაც ისეთი იყოს მათთვის, აი ბრუსით მოცული, რატო გავაკეთე ეს, რომ არ ვიცი მაგალითად, ხო? შეიძლება სულიერი კრიზისი შეიქმნას, რომ აი წმენასთან დაკავშირებული კრიზისები, ან შინაგანი ფარული სევდის განცდა გააქტიურდეს მათში, ხო? ახლა ვისაც მე-12 სახლში ყავს ისედაც ჩამთვარე მაგალითად, ზოგადად, ну ეს განსაკუთრებით საგრძნობი შეიძლება მათთვის იყოს. მაგრამ ტენდენცია თვითონ ესეთი არის. მე-12 სახლში მე რაღაცნაირად აი დინებას მეყვები, რატომღაც ყველა მეცოდება, რატომღაც შინაგანად ცოტა მოწყენილობა უფრო მაქვს, ოღონდ არაცნობიერ დონეზე. კი ვერ ხვდები რა მჭირს. აი ფარულად მიდის, ლაიტმოტივად მიდის, რაღაცა ფარული სიზმრების სახით რო ამოდის მერე მაგალითად, ან აი გულმოწყალება სევდა, ან საკუთარ თავში დაკურებულობა, ან გარემოსთან უფრო მოსმენის ტენდენცია, ვიდრე აქტიური ჩართულობა. რა თქმა უნდა, მთელ პლანეტებს აქ მნიშვნელობა, უბრალოდ ფარულად ლილიტის ენერგია გააქტიურებს აი ამ შიდა სენსიტიურ
თემებს და აი მედიტაციური პრაქტიკები ან სულიერი პრაქტიკები განსაკუთრებით ცოტა ფრთხილათაც უნდა იყვნენ აქ რო არ ჩაიძირონ მთლიანად, მაგრამ ძალიან კარგი არის ამ ტრანზიტზე უფრო ფსიქოლოგიური მუშაობა საკუთარ თავზე, უფრო თერაპიული მუშაობა, აი ეს ბევრი ლიტი ძლევა კარგ შანს ისეთი რაღაცები შეიძლება ამოატივტივონ, ანუ გახსნან მთლიანად, რომელიც აქამდე დაფარული იყო დარჩენდა, ხო, იგრძნო შეგრძნებების დონეზე იგრძნო. თვითონ თავარი არის, ახლა ვისაც შავი მთვარე ყავს თვითონ შულტოსანში და დაბრუნება ეწყებათ ამ შავი მთვარის, აი აქ არის რამოდენიმე ტენდენცია. ან შეიძლება გააქტიურდეს ისე უცხოეთის თემები, ან სწავლის თემები მაგალითად, ან ფსიქოლოგიურ დონეზე იყოს განცდა, რომ მე ისე ვეძებ რა გზა მინდა ავარჩიო, ან ზოგიერთი ლიტი მშულდოსნისთვის იყოს პირიქით ახლა აი რომ ვიპოვე ჩემი გზა, ვიცი ჩემი ღერძი სად არის, როგორც იქნა დავინახე, ოღონდ რაღაც კატაკლიზმები უნდა გავიარო, რაღაც ცრუ ღირებულებების დამსხრევა უნდა გავიარო, ზოგადად მშულდოსნებს ეს პრობლემა რა, ეს გზა აქვს, რომ აი რაღაცა მასწავლიდნენ ბავშვობიდან, ესე უნდა გავაკეთო და მერე მიწევს დანარჩენი ცხოვრება პოვნა, მართლა არის სიმჯერა, მართლა რა არის სწავლა, მართლა რამდენად შემიძლია მე რომ ჩემით რაღაც დავინახო ფართოდ და გადავწყვიტო, იმიტომ რომ ეს არის თავსმოხვეული ღირებულებები, რომელიც ჩვენი არ იყო. ეს არის ზოგადად ამას აწყდებიან შავი მთვარე მშულდოსნებში, ზოგი ამას აცნობიერებს, ზოგი ვერ აცნობიერებს, ან პირიქით მიდის ასევე აგრესიული ფორმით სხვებზე ზემოქმედება, ხო, ამ ღირებულებებით, რომ ან მე რაც მჯერა, ყველას ესე უნდა ჯეროდეს, ხო? ან მიდის თვითრეფლექსია, რომ მე მომახვიეს თავზე და ახლა მე უნდა ვიპოვო, რა მჯერა, რა მწამს, რა არის ჩემი ღირებულებათა სისტემა და ღირებულებები იმას კი არ ვამბობ ახლა, რომ იმას არ უნდა უღალატო, ამას არ უნდა ცუდად მოვექცე, ამ ღირებულებებზე არა მაქვს ლაპარაკი, გაცილებით ღრმა, ფართო სიღრმეზე არის აქ საუბარი, რომელიც შეიძლება ზოგისთვის საერთოდ წარმოუდგენელი იყოს ამის დანახვა, ხო, ანუ არც არ არის აქ ლილიძე ლაპარაკი ნებისმიერ ადამიანს. ღრმა და იმ მშულდოსნურ ენერგიაზე რო კითხო, დიდად ვერ გაგცემენ პასუხს. ანუ აქ ჩვენ ისეთ რაღაცაზე ლაპარაკობთ, რომელიც ძალიან ისეთ სიღრმისეული ინტელექტი არის საჭირო, ხო, რომ დავინახოთ რა ღირებულებები მაქვს, ხო, ესე რო ვთქვათ, ხო? და ზოგიერთი ლიტი მშულდოსანი პირიქით ძალიან მკვეთრად გრძნობენ სხვაში, პროექცია არის ესეც, რომ რაღაც არასწორ ღირებულებებზე არის და ებრძოდნენ იმათ. ზემოდელში არაცნობიერად შეიძლება ჩემ ოჯახს ვებრძვიან, ჩემ გარემოცვას სანათესაო, სადაც ეს არასწორი ღირებულებები იყო და ეს სარკე არის ეს ხალხი ჩემთვის, რომ ეს დავინახო, ხო, სადღაც. აი ეს არაცნობიერი ტენდენციები ამოტივტივდება მათთვის უფრო მეტად, უფრო თვალსაჩინო შეიძლება გახდეს, ან პირიქით იყოს განცდა, რომ მე სადღაც რაღაცა დიდი მინდა ამ ცხოვრებაში გავაკეთო და ზოგს შეიძლება კითხვა ქონდეს, რომ ვარ ამ დიდის დამტევი ენერგეტიკულ დონეზე, მაინტერესებს მართლა ის დიდი თუ უბრალოდ ეგო არის აქ, რომ უბრალოდ მაგარი და დიდი მინდა ვიყო, თუ მართლა შემიძლია ამ დიდის დანახვა, მონელება და გაცნობიერება, ხო, ეს ლილითთან დაჯახება, ზოგადად ესე ხდება ხოლმე. ზოგს მოუწევს მართლა აქ შეჯახება, ზოგი პირიქით როგორც იქნა მიხვდება, რომ მინდა დიდი ვიყო, მაგრამ ამავე დროს ამ დიდთან მე უნდა მქონდეს დიდი განათლება, მე სულიერ განათლებას გულისხმობ და არა ხო წიგნების წაკითხვა, ფართო სურათის დანახვის უნარი, მაგალითად და ყველაზე მთავარი მაინც ის არის ხოლმე, რომ აი ამ დიდის მოთხოვნილების мотиваციას ჩაწოდნენ. რა არის ეს დიდი, რას მაძლევს ეს დიდი და რატო შეიძლება მივიღო ჩემი თავი იმ ზომის, როგორიც ვარ სიტყვაზე, ან როგორიც სამყარო არის, ხო, რაღაცნაირად, რაღაც ჩემი ნაწილი, ჩემი ადგილი რომ მქონდეს ამ სამყაროში, ხო? აი ეს დაპირისპირება, შინაგანი შიდა კონფლიქტი შეიძლება გააქტიურდეს. ზოგისთვის ზოგმა შეიძლება ფანტასტიკურად იპოვოს თავისი გზა და გადალახოს ეს კარმული პროგრამა დიდი დოზით. ახლა სრულად ჩვენ ვერ ვლახავთ ხოლმე, მაგრამ ეგეც აუცილებელი არის, რაღაც უნდა დავიტოვოთ ახლა. ცხოვრება ახლა წინა გვაქვს, ხო? უნდა ვიფიქროთ ამაზე. და ზოგისთვის ეს იქნება პირიქით უფრო გამძაფრება, ამ აგრესიის შინაგანი, მაგალითად სხვების ცოდნასთან დაპირისპირება, ან გადამეტებული საკუთარ აზრზე და ესეთ მყარა დგომა. იცით რა არის განსხვავება ლილიცსა და სელენას შორის? აი სელენა მშულდოსანი არავის ყველას არ ასწავლის. აქეთ მოდიან მასთან და უბრალოდ მას შეუძლია
ხაც მიმართულება მისცეს ადამიანს, ოღონდ ის მისი სურვილი კი არა, უბრალოდ ესე იცის რა ხდება, ხო? ფართო ხედვა. ჩამოთვალის შემთხვევაში, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ვიცოდე რა არის თავარი სიტყვაზე, ხო? მაგრამ არაცნობიერში მაინც არა ვარ ბოლომდე ამაში დარწმუნებული. მაგრამ თან ძალიან ამის გადასაბრალად ძალიან დიდი ინტერესი მაქვს სხვას დაუმტკიცო ეს, რომ მე რაღაცა ვიცი. ეს ძალიან დარქებს გულისხმობა. აი ამის ტენდენციებთან უნდა იყვნენ ყურადღებით და დააკვირდნენ, ხო, აქ ამ შემთხვევაში თუ ეს ტენდენციები არის, ან თუ არის ის ტენდენცია, რომ მე არაფერი არ ვიცი, როცა ბევრი რაღაც შეიძლება ვიცოდე, ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ აქაც ის მოდის, რომ აი სულ გარედან ვეძებ დადასტურებას და შიგნით ვერ ვაწარმოებ ჩემს ცოდნას და ჩემს წმენას ამ ცოდნაზე, ხო? აი ესეც მეორე მხარე არის ამ შავთვარის და ესეც არის მნიშვნელოვანი, რომ დააკვირდეთ. მეგობრებო, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს მიმოხილვა ლილიტების ნიშნებში, სახლებში ზოდიაქოს მიხედვით. იმედია მიაქცევთ ყურადღებას ამ ინფორმაციას და გაითვალისწინებთ 2009 თვის განმავლობაში, მომავალ წლის სექტემბრამდე იქნება ეს ლილიტი ნიშანში. და დააკვირდებით მოვლენებს, დააკვირდებით თქვენ თავს და იმედია რომ სასარგებლო იყო ეს ინფორმაცია თქვენთვის. შეგიძლიათ დამიწეროთ ხოლმე კომენტარები, ველოდები ხოლმე ძალიან. მოიწონოთ ვიდეო, გააზიაროთ, გექნებათ სურვილი და მხარი დავიჭიროთ ამ არხს, ესე რომ ვთქვათ, რომ უფრო გავრცელდეს. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო და დროებით.